მოგესალმებით საყვარელ გამომწერებო და ახლა არხის სტუმრებო. ეხლა გავაკეთებთ გაშლა ენატრებით თუ არა და არ აქვს მნიშვნელობა ხართ დაცირებულები თუ ხართ ერთად და უბრალოდ მანძილზე ან უბრალოდ პირობები არ გიწყობდეთ ხელს რომ იყოთ ეხლა ერთად. ენატრებით თუ არა. მოდით სამი ვარიანტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი ბანალური კითხვა გვაქვს, მაგრამ ბევრისთვის საინტერესო. პირველი, მეორე, მესამე. მაპატიეთ რომ არკანებს ვერ განახებთ. ნახოთ რა ენერგიებში ხართ, რაცა მიხვდეთ, რომანტიულ ენერგიებში ხართ ძალიან. და მკაცრ ენერგიებშიც ხართ. ესე მკაცრად რომანტიულ ენერგიებში ხართ. თითქოს არ გინდათ რომ სენტიმენტალურ რაღაცებში გადავარდეთ. მიწერ-მოწერაში ხართ, აქ ვხედავ მე SMS-ებს, ურთიერთობას, ზარებს. ეს სასიამოვნო ზარები და SMS-ებია, სასიამოვნო კომუნიკაცია. ეს პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, არ მოუხდება იმას, ვისაც ახლა კონტაქტი არ აქვს ჩაფიქრებულ ადამიანთან. ენატრებით თუ არა, კი რა თქმა უნდა, ენატრებით სექსუალური ტოლვა აქვს, შეიძლება საკითხოს რომ თქვენზე პატარა იყოს და ვიღაცასთან კი პირიქით, თქვენზე გაცილებით დიდია, შეიძლება კარგად გათამაშდეს, აქ ჰაერისტიკია. კარგით, რას ფიქრობს, აი რო ენატრებით რაზე ფიქრობს ხოლმე? რო თქვენი მისი ან დასჯა ხართ, ან საჩუქარი, აი ორ იმის შორის არის როგორ გითხრათ, ცეცხლს შორის. ისიც რომ თქვენი ურთიერთობა არის კარმიული. ყველა ვარიანტში თქვენ ერთად დარჩებით თუ არ დარჩებით, ერთმანეთს უნდა შეხვედროდით, ერთმანეთის მასწავლებლები ხართ, მოსწავლეები ხართ და ერთად გადიხართ კარმიულ გაკვეთილებს. ამაზე ფიქრობს თითქოს საბედისწერო ადამიანი ხართ მისთვის. ნუ უნდა რომ ძალიან ისეთი იმპერატორი იყოს თქვენ თვალში. შეიძლება ზოგადადაც ეგეთია, აი ძალიან ისეთი თავდაჯერებული, წარმატებული ადამიანი. ამის დემონსტრირებას თუ არ აკეთებს, უკვე გააკეთებს. ესეთი რაციონალური, რომელიცაც შეუძლია ყველა პრობლემის მოგვარება, ნუ თქვენ მისთვის საყვარელი ხალხი ხართ. პირველი ვარიანტი ძალიან კარგია, გილოცავთ, მაპატიეთ. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ენერგიებში ხართ აქ? აქ ოცნებებში ხართ. ან შეიძლება რაღაცა წყლის პროცედურებს თან კონდეთ ახლა შეხება, სპა, აბაზანა, ვიღაც შეიძლება ჭურჭელს რეცხავდეს ან აპირებდეს. ნუ აი ხო, წყალი, ეს არის ემოციები, ძალიან ემოციურ ტალღაზე ხართ ყველა ვარიანტში, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებთ. რა დამოკიდებული, შეიძლება ვიღაცა ცოტა სასმელს მიეძალა. შეიძლება ხშირად გიწევთ ბოლო დღეები, რაღაცა დღესასწაულები, ვიღაცების დააბადების დღეები. რა ენერგიებში ხართ კიდევ? თავს ჰაერონად გრძნობთ, მაგრამ ამ დროს რაღაცა შინაგან აი ამ თქვენს ღერძს არ კარგავთ, ბოლომდე მაინც არ დუნდებით. რაღაცა ეს რაღაცნაირად ხართ. ძალიან კარგად მოხდება ეს წყლის სტიქი ამის მიყვებთ. კარგით, გადავიდეთ ჩვენს კითხვაზე. ენატრებით თუ არა, ჩაფიქრებულ ადამიანს. აქ მიდის ადამიანი თავისი ქმედებებისგან და გრძნობებისგან მიდის, თითქოს გადაწყვეტილება მიიღო, აქ არ იყო არასწორი ბალანსი თქვენ შორის, ენერგიების არასწორი გადანაწილება, ვიღაცა უფრო მეც აკეთებდა ურთიერთობისთვის და რომელიღაცა თქვენთაგანი დაიღალა. ეს თითქოს სიშორეზე მყოფ ადამიანებს უფრო მოუხდება, ანუ ფიზიკურად სიშორეზე არა, შეიძლება ადამიანები ერთ ტოში ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისგან, ანუ აქ მენტალური სიშორეა. თითქოს ეხლა სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობთ ან საერთოდ არ ლაპარაკობთ. რაღაცა თვითძიებაშია საკუთარ თავს ეძებს ეს ადამიანი და ეხლა არაფერს არ აკეთებს. რაღაცა სამსახურზეა გადართული. თუმცა ამ ადამიანისგან ელოდეთ რაღაცა მოულოდნელი
ზარი შეიძლება იყოს, შეიძლება რაღაცა უბრალოდ გაიგოთ მაგაზე, რაც რაღაცა გადამწყვეტივით იქნება. რას ელოდება? თქვენგან ელოდება რაღაცა ჩხუბს. შეიძლება რაღაცა დააშავა, შეიძლება არც დააშავა. თითქოს ბომბზე ზის არ იცის თქვენ როდის აფეთქდებთ. შეიძლება რაღაც კონფლიქტი მოხდა თქვენ შორის და გონია რომ თქვენ ბოლომდე ყველაფერი არ უთხარით, ან რაღაცა გაიგეთ და საერთოდ არ უთხარით. აქ მონატრებას მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ სულ მონატრება არ ქონდეს, იმიტომ რომ აქ სხვა პრობლემებია ცოტა. ეხლა ადამიანი ბომბზე ზის რაღაცას ელოდება, რაღაცა ცუდს ელოდება. თუმცა წარსული თქვენი ერთად გატარებული მომენტები ძალიან თბილად ახსენდება. ეს მომენტები არის კი, მაგრამ მონატრება აი ამ წუთში არ არის, იმიტომ რომ რაღაცა სხვა რა უნდა იყოს, შეიძლება ზოგიერთმა თქვა, რომ აი მონატრებაზე მნიშვნელოვანი არის ხანდახან მომენტები, როცა შეიძლება რაღაც ისეთი რაღაცები იყოს გადასაწყვეტი, რაც იყოს სამართლე მნიშვნელოვანი. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, აქ რა ხდება? აქ თვალები გაქვთ ახვეული, არ იცით რა გააკეთოთ, აქ საღად ვერ აღიქვამთ ამ წუთში სიტუაციას. თუ არ გინდათ რომ დაინახოთ სიმართლე, რას ეხება ეს? რაღაცა ამბავი გაიგეთ და თითქოს აი დავიჯერო, არ დავიჯერო, არ გინდათ რომ დაიჯეროთ, არ გინდათ რომ გადაიქცეთ ესეთ სივ მკაცრ დედოფლად, ჰაერის დედოფალი ყველაზე მკაცრი და ცივი დედოფალია მთელ დასტაში. არ გინდათ რომ დეპრესიისკენ წახვიდეთ, ამიტომაც რაღაცა თითქოს ისე ხართ. აქ რაღაცა კრიზისი გაქვთ, შეიძლება იყოს სულიერი, მენტალური, ფინანსური, ყველანაირი კრიზისი. არ იცით ახლა რა გააკეთოთ. აქ მძიმე ენერგიებშია, მესამე ვარიანტი ყველაზე მძიმე გამოვიდა და ვნახოთ ახლა კონკრეტული ჩვენი კითხვა. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ეშინია თქვენი ხასიათის. აქ თითქოს კონფლიქტი იყო. თქვენ იყავით ინიციატორი, შეიძლება იმან დააშავა, მაგრამ ჩხუბი თქვენ დაიწყეთ, რაც ლოგიკური არის ახლა. კი ხშირი ადამიანი თვითონ თვითონ იწყობს ჩხუბს, ასე იცავენ ხოლმე თავს, მაგრამ აქ აი ეგრეა. გელოდებათ. გრძნობები აქვს. სექსუალური მიზიდულობაც აქვს. მაგრამ თვითონაც, ანუ ნახეთ, აქ თქვენ წყვილად ამოდიხართ, ჰაერის სტიქია შეიძლება იყოთ ორი, ან შეიძლება ენერგეტიკულად ახლა იყოთ ერთ თალღაზე თითქოს. თვითონაც დეპრესიაშია, უძილო ღამები, თვითონაც კრიზისში აქ თქვენ ენერგეტიკულად ხართ ერთ-ერთში. ორი ტყუპის ძალივით. კარგით, და მაინც მონატრება თუ არის, ეხლა დაბაუზებულია ყველაფერი, კი გრძნობები არის აქ, მაგრამ მონატრებას აქაც ვერ ვხედავ, როგორც მეორე ვარიანტში. ოცნებები არის თქვენს. აქ ადამიანი თქვენზე ოცნებობს უფრო ვიდრე ენატრებით. თუმცა ხაც შეიძლება გავაიგივეოთ, მაგრამ გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. გამოვიწერეთ ჩემი აქვესაც არ გყავთ გამოწერილი, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერეთ, მომმართეთ აღწერაში მითითებულ ნომერს. ყველას ბედნიერი დღე.